დავა, რომელზეც გუშინ ლონდონის სასამართლო მიმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, სინამდვილეში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ ერთის მხრივ Credit Suisse Life-ს მიანიჭა უფლება რომ წასულიყო უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში, ეს არის ლონდონის სასამართლო, თუმცა ამავდროულად უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს სასამართლო გადაწყვეტილებამდე მიეღო მისი კუთვნილი 607 მილიონი დოლარი. ეს არის სწორედ ის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელსაც მაყურებელი ხედავს ეკრანზე. რატომ უთხრა უარი ბერმუდის სასამართლომ ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს მიეღო მისთვის კუთვნილი სასამართლოს მიერ მიკუთვნებული 607 მილიონი დოლარი. რადგან სანაცვლოდ ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის მოითხოვა საბანკო გარანტია რომელიმე დასავლური ბანკისგან. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილმა ამგვარი საბანკო გარანტია ვერც ერთი დასავლური ბანკისგან როგორც ჩანს ვერ მიიღო. რატომ? ზოგიერთ შეიძლება გაუჩნდეს ეს კითხვა, რადგან ამ მომენტში ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს, რომლითაც თარიღდება ბერმუდის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება განიხილებოდა, რაც მას არასანდო პირს ხდიდა დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მისი არასანდო რეპუტაციის დასასაბუთებლად ბერმუდის სასამართლომ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რატომ დაემართა რუსკოცურ პროპაგანდას სრული ისტერია და გულყრა იმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის რეზოლუციაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სტამბულში იქნა მიღებული. რა ხდება შემდგომ ბერმუდის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ? ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული ოფაკის სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილს და თქვენ ამ სასანქციო დოკუმენტს ასევე ხედავთ გამოტანილს ეკრანზე, სადაც საუბარია ძირგამომთხრელი მოქმედებებისთვის საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობისთვის სანქცირდება ბიძინა ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ეგრეთ წოდებული ოფაკის გამოყენებით. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი, ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენის აგენტი და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ივანიშვილს ამ სასანქციო გადაწყვეტილებით უზღუდავს წვდომას 461 მილიონ დოლარზე, რომელიც ივანიშვილს მსგავს დავაში Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლომ მიაკუთვნა. ამ სასანქციო დოკუმენტს, სადაც საუბარია მისთვის აღნიშნული თანხის მინიჭებაზე სანქციის დადების, ასევე ხედავთ ამ კონკრეტულ გამოსახულებაში. შესაბამისად, გუშინდელი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული 607 მილიონის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და ეს რეალურად ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა. ანუ უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს, ახლა უკვე UBS-ის სახით, რომელმაც გაკოტრებული Credit Suisse იყიდა, გადასახდელი აქვს $1 მილიარდ მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის, რაც მისი ქონების უხეშად რომ ვთქვათ, 20%-ია და ის ამ ფულს ვერ იღებს. სინამდვილეში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლომდროინდელი გავეშების რეალური მიზეზი. ახლა სად ატყუებენ მას? რიგ შემთხვევაში არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი ქოცი ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა დასავლეთი მას დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ტყვეების აყვანით, პოლიტპატიმრების აყვანით მას შეუძლია რამენაირად რომ დაიბრინოს მისი კუთვნილი $1 მილიარდი. მას ატყუებენ
და სრულიად უბადრუკი და არაფრის მომცემია ის მცდელობა, რომელიც არის წინა ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნის მიმართულებით. ბიზნესმენები და ჩემ და სამწუხაროდ ასევე უნდა ვთქვათ, რამდენიმე სპორტსმენი ცდილობს აღნიშნულზე მუშაობას ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციასთან, მაგრამ სრულიად არასერიოზულად აღიქმება მინდა გითხრათ არსებულ ადმინისტრაციაში ამგვარი ძალისხმევა. ამასობაში სრულიად რეალისტურია, რომ მას დაეწესოს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლაშ სრულიად შეუძლებელია თეორიულად რომც მოიხსნას ამერიკული სანქციები. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს. ბრიტანული სანქციების თავიდან არიდებას კი არჩილ გაჩეჩილაძის სასოწარკვეთილი ვედრება დამერწმუნეთ ნამდვილად არ ეყოფა ლონდონში. ამიტომ და ბოლოს ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ $1 მილიარდ დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, ეს უნდა დაიჯეროს, არ უნდა მოусმინოს გაუბედარ, უმეცარ, უშიშარ რუსკოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ და უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა $1 მილიარდი დასაბრუნებლად. ამისთვის არსებობს ძალიან კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომელიც მას შეუძლია რომ გადადგას.